საერთაშორისო ფესტივალ თოფუსის ფარგლებში დღეს ანიმატორებმა სამხატვრო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გამართეს. ანიმაცია, მოძრაობის ოპტიკური ილუზია, ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი თოფუსი, რომლის ფარგლებშიც უახლოესი ანიმაციური ფილმების ჩვენება ხდება, ოზურგეთს უკვე მეორედ ეწვია. ანიმატორებმა ოზურგეთში პირველი ვიზიტი სამხატვრო სკოლის მოსწავლეებთან განახორციელეს და ვორქშოპი ჩაატარეს. სპეციალისტებმა შეხვედრაზე თეორია სპეციალურად ჩამოტანილი ტექნიკის საშუალებით პრაქტიკულ მაგალითშიც გადაიტანეს და მოზარდებს მულტიპლიკაციის წარმოების მეთოდები აუხსნეს. ძალიან მიხარია, რომ ჩვენთან ჩამოვიდნენ ანიმატორები და ყველაფერს გვიხსნიან კინოსა და ხელოვნების შესახებ და ძალიან დიდი ბედნიერება, როცა ესეთი ადამიანები ჩამოდიან ჩვენთან და ეს არ არის ხშირი და ძალიან კარგი არის. ანიმაცია ისეთი დარგია, რომ ალბათ ყველა ჩემ ხელაბორს დააინტერესებს, მე ვფიქრობ, იმიტომ რომ არის რაღაცა შენ რასაც დახატავ, იმას აცოცხლებ, ძალიან საინტერესოა. სხვათა შორის წელს ვაბარებ და ერთ-ერთი აკადემიაში და ერთ-ერთი ფაკულტეტი მიწერია ანიმაცია, იმიტომ რომ ძალიან მაინტერესებს და ჩემი აზრით ძალიან საინტერესო იქნება. პირველი შემთხვევაა, რომ ამ დონის ანიმატორებია ჩამოსული და ბავშვები შეირჩა, ანუ საუკეთესო ბავშვები შევარჩიეთ ჩვენ და დღეს ფაქტიურად მიდის პირველად ანიმაციის არზე მნიშვნელობაზე და გარკვეული პროპაგანდა ხდება, ამიტომ ჩვენი მოსწავლეები ნაწილი, რომელიც ამთავრებენ წელს, შეიძლება არჩევანი გააკეთონ ამ დღევანდელი, ასე ვთქვათ, ლექციის ვორქშოპის შედეგად და რომელიც მომავალში წაადგებათ მას, ანუ არჩევანის გაკეთებაში. გამოვიტანეთ უახლესი ანიმაციური ფილმები, რაც ბოლო წლებში დამზადდა მსოფლიოში. პარალელურად ჩვენ ამ ფესტივალის ფარგლებში ვატარებთ ვორქშოპებს სამხატვრო სასწავლებლის მოსწავლეებთან ერთად და ვაჩვენებთ ანიმაციის წარმოების პროცესს. მთელი დღის განმავლობაში მათთან ერთად გავივლით აი კინოწარმოების დაწყებული სცენარიდან დამთავრებული მონტაჟით და შევეცდებით მოვაწონოთ ეს საქმე, შეიძლება იქნება მომავალში ვინმე გააყვეს ან სცენარის პროფესიას, ან ანიმატორის პროფესიას და ასე შემდეგ. ფესტივალი თოფუსი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება. შემდეგი ვიზიტი ხობში და გორშია დაგეგმილი.